სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე, ჩემი სახელია მარია და დღეს გვექნება საჯარო გაშლა თემაზე თუ რა მოიჩქარის თქვენგან. პირველ რიგში ძალიან დიდ თხოვნას გამოვუშვებთ თქვენი მიმართულებით და გეტყვით, რომ მოიწონოთ ჩემი ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი ყველა სოციალურ პლატფორმაზე იმისათვის, რომ უფრო სწრაფად შეძლოთ ვიდეოების ნახვა და ჩაურთეთ ზარის სპილაკი. გამიხარდება კომენტარებში თუ დამიწერთ, რამდენად რეზონირდება კონკრეტული ვარიანტები თქვენთვის. გვექნება ორი ვარიანტი, მოდი ორი ვარიანტით გავაკეთოთ, რა მოიჩქარის თქვენკენ. დავიწყებთ პირველი ვარიანტით. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებით და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. პირველი ვარიანტი. რა მოიჩქარის თქვენკენ? თქვენკენ მოდის კონკრეტული პიროვნება, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი სირთულე გაიარა თავის თავთან ბრძოლაში, რომ მოსულიყო თქვენკენ. თუმცა ახლა ამ მომენტში ეს ადამიანი უკვე ჩამოყალიბებულია თავის აზრებში, თავის გადაწყვეტილებებში, დამშვიდებულია, დაწმარებულია და მზად არის გადმოდგას თქვენთან კონკრეტული დაბიჯები. ამავდროულად, ვისთვისაც ეს შეიძლება არ იყოს პირადში აქტუალური ინფორმაცია, გეტყვით, რომ აქ თქვენკენ მოდის კონკრეტული აღიარება ადამიანისაგან, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ძალიან რთული იყო მოსულიყო აქამდე თქვენამდე, იმიტომ რომ ბევრი კონკურენცია არსებობდა. შეიძლება სამსახურთან დაკავშირებით ელოდებოდით რამეს და კონკურენტული გარემო იყო. შეიძლება რაღაცა ბევრი ბრძოლა მოგიწიათ უბრალოდ იმ პროცესებისთვის, რის მიღწევაც გსურდათ, მაგრამ შედეგი უკვე გიახლოვდებათ ჩემი ძირფასებო. წარმატებებს გისურვებთ, დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ნახოთ, რა მოიჩქარის თქვენკენ? ეს არის ადამიანიან მეგობარი, რომელთანაც წარსულში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული კავშირი გქონდათ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი საუკეთესო მეგობარი, საერთო ნაცნობი, თქვენი საყვარელი ნაცნობი, რომელთანაც რაღაცა თბილი სასიამოვნო ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ იმიტომ რომ თქვენი გზები უბრალოდ გაიყო ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ახლა ეს ადამიანი კვლავ ბრუნდება გარკვეული სიტუაციები თქვენ ცხოვრებაში შეიძლება უბრალოდ გაგახსენდეთ ან რაღაცა შეგხვდეთ მისი, აი რო თქვენ ხა პირდაპირი კომუნიკაცია ეს იქნება მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი, იმიტომ რომ პირდაპირი ინტერაქცია მე აქ არ მიჩანს ამ ადამიანთან, თუმცა შეიძლება სადმე შეგხვდეთ ამ ადამიანის ფოტო ან ვიღაცამ გიხსენოთ და ასე რომ თქვა გაგახსენდეთ მასთან დაკავშირებული საოცარი ემოციები და მოგონებები, რომელიც ერთად გაგიტარებიათ. ამავდროულად აქ შემოძერფასება თქვენი წარსულის ერთ-ერთი ტკივილი შეიძლება წინა პლანზე გადმოვიდეს და გამოიღვიძოს და მზად უნდა იყოთ ამისთვის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა დარჩენილია თქვენში, რაც ჯერ კიდევ არ დამუშავებულა და თავს არიდებდით ესე რომ ვთქვათ, რომ გადაგილახათ და გადაგემუშავებინათ ეს პროცესები. ამიტომ მზად უნდა იყოთ ამისთვისაც და შეხვდეთ ესე რომ ვთქვათ, მზაობით და იმედით ამ პროცესს, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც გარდაუვალია. ეს იქნება უბრალოდ გარკვეული პერიოდი, რომლის გავლაც მოგიწევთ, ზოგს მეტად რთულად, ზოგს მეტად ნაკლებად, დამოკიდებულია რამდენად თქვენ წინ წახვალთ ცხოვრებაში და გაივლით ამ პერიოდს, იმიტომ რომ შეიძლება მსგავსი ტიპის განმეორება ციკლში კიდევ ერთხელ აღმოჩნდეთ სხვადასხვა ადამიანებთან ისევ მეგობრულ ჭრილში, ამიტომ ყურადღებით იყავით ამ პერიოდთან, ახლა არის თქვენთვის შეხსენება, რომ იმისთვის, რომ იგივე სიტუაცია არ გაგიმეორდეთ ახლო პერიოდში, ახლა შანსს გაძლევს სამყარო
გადალახოთ ეს საკუთარ თავთან. თუ გექნებათ სურვილი, რომ გადალახოთ თქვენი ტიპის, თქვენი წარსული პრობლემები და ტრავმები კონკრეტულ სიტუაციებში, შეგიძლიათ ჩაიწეროთ რეგრესულ ჰიპნოზზე ან RBT თერაპიაზე, თუ კი გაწუხებთ კონკრეტული შაბლონები და გსურთ და მზად ხართ ამის დასამუშავებლად. მე კი დაგემშვიდობებით, პირად ინდივიდუალური კონსულტაციების მომართეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით, მოვალ შეხვედრამდე.